47 წელია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერის და ბერის მსახურებაშია. ილია მეორემ ხალხს აკრძალული რწმენა დაუბრუნდა, მისცა უკეთესი მომავლის იმედი, შეძლო საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების აღორძინება, ბევრი ტაძრის აღდგენა და ბევრი საშენება. თუ გავიხსენებთ მისი მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას, გზას, რომელიც გასავლელად ურთულესი იყო, მიხვდებით, რომ ყოველი ნაბიჯი, ყოველი ლოცვა პატრიარქმა მიუძღვნა საქართველოს აწმყოს, მომავალს და წარსულს. უწმინდესის მძიმე ჯვარი ნახეთ ვარლამ ციკლაურის სპეციალურ რეპორტაჟში. საქართველოს სამწყსო შეგნებული მაქვს ის უმძიმესი ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. პატრიარქს მე მინდა დაულოცო ის დღეები, ის წლები, ის 10 წლეულები, ის 100 წელი, რომელიც მას კიდე დარჩენია და გული ვზნობ, რომ ჯვარცხვას არ აცდება. ამიტომ მინდა რომ იქ იყოს მაგრა, იმიტომ რომ მას მერე ელის აღდგომ. ღმერთი დაგვიბრუნდა. ლოცვა ვისწავლეთ, ეკლესიებში შეუბრუნდით, ოჯახებს გავუფრთხილდით, შვილები ნათლობისაკენ მიუმართეთ. პატრიარქი ამბობს, იყო მზიანი ღამე. მზე სიხარულის ნათობია, ღამე სიზნელეების, მაგრამ თუ გიყვარს ღმერთი, მაშინ აი ამ მზიან ღამესაც სულბუქად სიყვარულით გაევლით. მას უყვარს ღმერთი. ამიტომაც ჩვენ ყველანი მასში ვართ და ის ყოველთვის ჩვენთან არის. მზიანი ღამე იყო ზუსტად 47 წლის წინ მცხეთაში. ერთადერთხელ და ისიც იმ ღამეს სვეტიცხოვლის ტაძარში, როცა ილია მეორის ინტრონიზაციისთვის ემზადებოდნენ. 44 წლისამ ჩაიბარა სამწყსო და ღირსეულად წინა მძღვრობს დღემდე. როცა მიულოცეთ 47 წლის, ასე ვთქვათ, იუბილე მისი პატრიარქობისა და აღსახტრების ერთმა ჩვენთაგანმა მღვდელმთავარმა უთხრა პასუხად, რომ თქვენ მოუწინდესობა ჩვენ თქვენთანა ვართ ყოველთვის ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. და მცირედი დაყოვნების პაუზის შემდეგ პატრიარქი გვპასუხობს და მე თქვენთანა ვარ და თქვენ ჩემში ხართ, ჩემთანა ხართ. ეს იყო საოცარი აღიარება, წემსთავრული აი ამ ძიმე ჯვრის ტარებისა 47 წელი და ღმერთი კიდევ მისცემს ჩვენს უწმინდეს, რომ ეს ჯვარი ატაროს მსუბუქად და თბილად ჩვენს საიმედოდ და ჩვენს გასახარად. ძიმე ჯვარი იტვირთა, მაშინ უმძიმესი პერიოდი იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია მოქმედებდა 6 მღვდელმთავრითა და 60-მდე მოქმედი ეკლესიით. გაუქმებული ავტოკეფალია, გაბარდახებული საეკლესიო ცხოვრება, მოშლილი საერთოდ. ახლიდან იქმნებოდა ყველაფერი, ლიტერატურა, ლოცვანები, ხატები მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და კარდონის ნაჭრებზე ჰქონდათ ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე. სახარება ხელმიუწვდომელი იყო. ის რომ ადამიანს დღეს ხატის დანახვა სიხარულს ვლენს, ეს უკვე ნიშნავს, რომ შევიცვალეთ ჩვენ. არ კარგავდა იმედს იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ავტოკეფალია აღსადგენი იყო, მრევლი ეკლესიის წიაღში დასაბრუნებელი, აღსადგენი იყო ქართული გალობა, ხატწერა. აღსაყდრებიდან მალევე დაიწყო მოგზაურობა მთელ საქართველოში. სამი წლის საბრძანდე 102 წლისა ვარ. აი ღვთისმშობელი დედა, აი მისი ხალხი. მე მთლიან მილია. აი ახალი, აი ზორა. და ხანდახან მომიხსენებს ხალხს. კომუნისტური რეჟიმის დროს იყო, ასე ვთქვათ, გარკვეული აკრძალვა შესვლაზე და ადამიანებს განსაკუთრებული საშუალება უნდა ქონოდა და ერთხელ ცოლისის პატრიარქი მოგზაურობდა სამცხე ჯავახეთში და უნდოდა შესვლა ჯავახეთში, მიგი არ შეუშვეს და ეს მას ძალიან დიდი ტკივილი იყო მისთვის და იგი ჩაეწერა სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბაზე არსებულ სოფელ ფოკაში და გახდა ამ ცხოვრები და შეიძინა სახლი და აქედან დაიწყო
ჯავახეთის სულიერი გაცოცხლება. იქ არათუ ღვთისმსახურება ქართულ ენაზე ლაპარაკიც იშვიათობა იყო. ნელ-ნელა დაიწყო ტაძრების მშენებლობა, აღდგენა, მრევლი ეკლესიას დაუბრუნდა, ისწავლეს ლოცვებიც. ეს ტალღა მოდიოდა, ასე ვთქვათ, ღმერთის დაბრუნებისა. ხო? ხალხი შემოაბრუნა უფლისკენ. რა შექმნა მან? ჯერ ერთი ეკლესია აღადგინა, უნიკალური ადამიანია. სერთ ასეთ ხანგრძლივად ქართული ეკლესიისთვის არავის უხელმძღვანელია. და ეს იყო პერიოდი, რომელიც საბჭოთა კავშირიდან დღევანდელ დღემდე მოვიდა. ტაძრებში გაისმა ქართული გალობის ხმა, საგალობლებს უწმინდესი ხშირად თავადაც წერდა. ქართული საგალობლების მოძიების, აღდგენის, შექმნისა და გავრცელების ტრადიცია უწმინდესის ლოცვა კურთხევით დღემდე გრძელდება. 20 წლების ბოლოს ისი კურთხევით შეიქმნა ანჩისხატის ტაძრის გალობელთა გუნდი, რომელმაც უკვე პრაქტიკაში ეკლესიაში გაცოცხლა და დანერგა ქართული ტრადიციული საგალობლები. ამას მოყვა 90 წლების ბოლოს სამების საკათედრო ტაძრის გალობელთა გუნდის შექმნა სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც 2000 წლიდან უკვე მე შევუერთდი ჩემი მეგობრებთან ერთად. უწმინდესი სულ დადიოდა საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა დღესასწაულებზე და ჩვენ სულ დავყვებოდით მას და ეს გალობა სულ ჟღერდა, სულ ისმოდა. ყველგან და ამას მოყვა ასე რაღაცნაირი საოცარი მოძრაობა, ამიტომ ძალიან ბევრ ტაძარში, როგორც რეგიონებში, ეპარქიებში, ასევე თბილისში შეიქმნა ძალიან კარგი გუნდები. და გალობა ფაქტიურად აღორძინდა. დღემდე მიდის ეს პროცესი. ჩვენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში რო დავიწყეთ მუშაობა, უწმინდესის კურთხევით და ბატონი ანზორ ერქომაიშვილის იდეით მოხდა ის, რომ დავაარსეთ 42 საუთბარო სკოლა დღეისთვის, სადაც აი პატრიარქის სიტყვები მახსენდება, რომ მივედით ამ თემით და კურთხევაზე. გითხრა ესეთი სიტყვები, რომ თქვენ გალობა უნდა გაავრცელოთ მთელ საქართველოში. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ცდილობდა კულტურული ცხოვრების აღორძინებას. მრევლს მაგალითს აძლევდა და არ აცდენდა თეატრში მნიშვნელოვან წარმოდგენებს. როცა შენ ემსახურები ღმერთს, შენ უნდა იცოდე, რომ შენ გელის წამების გზა. იგივე ვია დოლოროზა, როგორც ქრისტე, როცა ჯვრით მხრებზე მიქონდა გოლგოთაზე თავისი საწამებელი, ნაცემს შეურაცხყოფილს. ეს გზა ყველა ნამდვილ მორწმუნეს ელის და ჩვენ პატრიარქმა ეს გზა გაიარა. პატრიარქმა თავისი მოღვაწეობით ქართულ ეკლესიას დაუბრუნა ავტოკეფალია. 15 საუკუნე, ესე იგი, საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხი იბრძოდა ამ ავტოკეფალიის აღიარებისათვის. და წარმოიდგინეთ, რომ ეს მოხდა კომუნისტური რეჟიმის დროს, ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი საბჭოთა კავშირი, ამას მიაღწია პატრიარქმა და ეს იყო საოცრება, ეს იყო სასწაული. და რომ არ მომხდარიყო საქართველოს კონსტანტინოპოლის მიერ აღიარება, მიაღწია იმას, რომ აღიარება მივიღეთ კონსტანტინოპოლისგან და ყველა იმ ეკლესიისგან, რომელიც არ აღიარებდა, ნაწილი აღიარებდა, ნაწილი არ. ეს რო არ მომხდარიყო, აი აფხაზეთში მომხდარი აი ეს ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ჩვენ იქ შესვლა აღარ შეგვეძლო, კიდევ ერთხელ შეიძლებოდა დაგვეკარგა ეს ნაწილი. თუ არ იქნებოდა ეს ავტოკეფალიის აღიარება. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა ნათლობის საყოველთაო ტრადიცია. 50,000-მდე ნათლული ჰყავს. შეიქმნა უწმინდესის ნათლულთა გუნდიც, რომელსაც მაია მიქაბერიძე ხელმძღვანელობს.
კათოლიკოსი მუდმივად იდგა ხალხის გვერდით. ქვეყნისათვის უმძიმეს დღეებში კი საკუთარ თავზე იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც უწმინდესი საომარ ზონაში ჩავიდა და ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრების გადმოსვენებაში მიიღო მონაწილეობა. ამ 47 წლის განმავლობაში გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აშენდა ასობით ეკლესია, მათ შორის სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. მთელი საქართველოს წოდები რომ შევკრიბოთ, ეს ყველაფერი ჩემშია. და მიუხედავად ამისა, უფალი გაიხსნა ეპარქიები, მრევლს რწმენა და ღვთის სიყვარული დაუბრუნდა. საქართველო, მიყვარხარ, საქართველო, მიყვარხარ, საქართველო, მიყვარხარ. სიყვარულით წინამძღვრობს ჩვენს ეკლესიას დღემდე, ესწრება წირვა ლოცვებს. ლოცულობ ჩვენი ერისა და ქვეყნის გამთლიანებისათვის. ეპოქალური პატრიარქი, ერის სულიერი მამა, უწმინდესი ილია მეორე 4 იანვარს 92 წლის გახდება.